მოგესალმებით ძირფასო ტელემოყურებლებო, ვაგზალებთ ჩემს ავტორო გადაცემას, ჩემო აფხაზეთო. ავტორი და წამყვანი მურმან კვარაცხელია. დღეს ჩვენი სტუმარია ანალიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი პეტრე მამრაძე. მოგესალმებით ბატონო პეტრე. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ორი შეხვედრა. იმიტომ რომ თქვენში არის პიროვნება, რომელიც ინტელექტზე მაღლა დგას. ინტელექტი თავისთავად ხადია და ეს ჭირდება ადამიანს, მაგრამ ეს ინტელექტი, როდესაც გაჯერებულია ძალიან დიდი ინფორმაციული ბანკით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანთან საუბარი ყოველთვის სასარგებლოა. ჩემთვის მით უმეტეს და ჩემს გარდა ჩემი ტელემოყურებლებისთვის და საზოგადოებისთვის. დიდი მადლობა. ამდენად ჩვენ დღეს ძალიან საინტერესო და მტკივნეულ თემას შევეხებით. ეს იქნება ამერიკა, უკრაინა, რუსეთ-უკრაინის ომი და რუსეთი და განსაკუთრებით რუსეთთან გამომდინარე აფხაზეთი. პირველ რიგში სანამდე უშუალოდ ჩვენ კონკრეტიკაზე გადავიდოდეთ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით, მანამდე თქვენი მოსაზრება ძალიან საინტერესოა. ბატონო პეტრე, მე კითხვას ასეთნაირად დავსვამდი. ამერიკის როლი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში, რომელიც დღეს თუ არა ხალხს აუცილებლად დამოხდეს, ხო 100-იანი ხომ არ იქნება ეს ომი ბოლოს და ბოლოს ახლა ასე არ გაგრძელდება, ხო როგორც ინგლისის საფრანგეთის ისტორიული 100-იანი ომი რომელიც ჩვენ. ამიტომ თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ ომის დასასრული რომ არ ჩანს, ესეც ვიცით. და როგორ დაიწყო ისიც ვიცით და ამაზე თქვენ ალბათ ორიოდე სიტყვით ამის შესახებაც იტყვით, მაგრამ თავარი რა არის? ამ შემთხვევაში რუსეთი ერთი მინიმალური ნაბიჯითაც, ხო შეიძლება რაღაც 1 სანტიმეტრი უკან დაიხიოს რუსეთმა. არ აკეთებს ამას. არ მიდი უკან არ იხებს არანაირად. და ამ დროს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი პრეზიდენტი მაინც ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, აღშფოთებას და შესფოთებას არ გამოხატავენ რუსეთის და განსაკუთრებით მისი ლიდერის პუტინის მიმართ. მე სხვათა შორის მასაც არ გამოურიცხავ, რომ ახლა როცა ვადევნებ თვალყურს რუსულ საიტებს და ამ რუსულ საიტებში პუტინისა და ტრამპის ურთიერთობის შესახებ ძალიან დადებითი გამოხმაურება რუსეთში, იმიტომ რომ ესე იგი ტრამპი ხართ უჭერს პუტინს და პუტინი მას არ დამნაშავედ მიაჩნია. არ ვიცი ახლა ეს უკვე ჩემი გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენად სწორი არის ეს უკრაინაში ეს 4 წლიანი ომი, რა შედეგზე არის ეს იყო გათვლილი და რა შედეგი დადგა, ეს არავინ არის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა პუტინი უკვე იქამდე მივიდა და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რას უნდა ნიშნავდეს, რომ ასე უკრაინას ისიც რასაც თვითონ აკონტროლებს, ისიც უნდა დათმოს უკრაინამ და რუსეთს უნდა გადაულოცოს ეს თავისი რეგიონები. ფაქტობრივად გამოდის, რომ თავისი ყირიმიანად გამოდის 5 რეგიონი უნდა რუსეთმა უნდა თავის შემადგენლობაში უნდა დაიბრუნოს თუ ჩაითვალოს თავის საკუთრება თუ რა ამას ალბათ თავისი დასახელება და თავისი სახელი აქვს, თავისთავად ხადია. აქედან გამომდინარე, რა ხდება? ეს ტრამპის ძალიან დიდი მონდომების მიუხედავად რომ ყველა ომები მეტი 7 ომი დავამთავრე და ახლა მასაც დავამთავრებ, რატომღაც რაღაც ბოლო არ უჩანს. მაგრამ არც მის ლაპარაკში არ შეინიშნება ისეთი ნარატივები, რომ აი რუსეთი მაინც ამაში რუსეთი არის ყველაზე, ასე ვთქვათ, დიდი კერკეტი კაკალი. ანუ რუსეთი არ იხებს უკვე. აი თქვენი მოსაზრება ბატონო პეტრე ეს ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია გაგაჩნიათ და მეტი ანალიტიკური უნარით, თქვენ დიდი ანალიტიკოსი ბრძანდებით და მეტი მომ თქვენი მოსაზრება ჩვენ ძირფას ტელემოყურებლებს ძალიან დაინტერესებს. ეს არის ესეთი თემა და იმდენი მასალა დაგრუნდა ამ წლებში, მათ შორის აი კონკრეტულად რატომ დაიწყო ეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რუსეთმა ისე შეიჭრა უკრაინაში და ასე შემდეგ, რომ ეს გადაცემების ციკლისთვის არის საკმარისი. მაგრამ მოკლედ რო ვთქვათ, ცნობილია, დასაბუთებულია ბევრი ამ ფაქტით და დოკუმენტით, რომ
პუტინმა ეს გადაწყვეტა მხოლოდ იმის გამო, რომ იყო აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ეს ხდებოდა ყირიმი 2. და ყირიმში მოგეხსენებათ, ოპერაცია ისე ჩატარდა, ერთი ტყვი არ გავარდნილა. და მშვიდობიანი სპეციალური ოპერაციის შედეგად უკრაინა ყირიმის საკრებულო პარლამენტმა გადაწყვიტა და მოხდა ეს ყველაფერი და არავითარი ასე ვთქვათ კონფლიქტი არ ყოფილა. სამაგიეროდ პუტინის რეიტინგი ავიდა ლამის 100%-მდე 97 წელს და არ შეცვლილა. რუს ხალხში ამან გამოიწვია ჩვენ ყველას გვახსოვს ნამდვილი ეიფორია. ყველა ქალაქში ცეკვები იმართებოდა სპონტანურად. მე კარგად მახსოვს ტელევიზიით აჩვენებდნენ, ვთქვათ, მოსკოვში, მოედნებზე, მეტროში, არ მოგავჩერდებით, ახლა კიევზე, პირდაპირ კიევზე, ეს არის ხალხში მასაში. იყო და არის. რომ უნდა აღდგეს ეს დიდი რუსეთი. ამდენი ბრძოლის შედეგად ყირიმის ხო ვიცით, როგორ გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი და ასე შემდეგ. და აი წარმოიდგინეთ ეს რომ მოხდარიყო უკრაინაში და გეგმა იყო როგორი ესე იგი რომ მოახსენეს პუტინს რომ 48 საათი საკმარისია რომ კიევში გველოდებიან რომ ტაშის გრიალით შეხვდებიან როგორც გამათავისუფლებელ არმიას როგორც ხდებოდნენ საბჭოების არმიას მაშინ ტრიუმფით რო ხდებოდნენ ტრიუმფით და ყველაფერი და ცნობილია ტანკები რო დაყარეს და რო გაიქცნენ მაშინ ყველა ტანკში ოფიცრებს და იმაში ჯავშიან მანქანაში იყო ოფიცრის ეს кейსი პატარა ჩემოდანი და შიგნით დაუთოებული საპარადე ფორმა. და ახლა 4 წელიწადი შესრულდება 24 თებერვალს. დიახ. მომავალი წლისას, ხო? და მეორე ძალიან საინტერესო ჩუმი, რა თქმა უნდა, არაფორმალური, მაგრამ მწვანე შუქი დასავლეთის ელიტებისა. იმ დასავლეთსაც $2 ტრილიონზე მეტი აქვს განთავსებული პუტინს და ის ასე ვთქვათ, გარემოცვას მილიარდერებს ჯამში. დიახ. და აქედან 300 მილიარდზე რომ იდეს ახლა საუბარი გავყინოთ, არ გავყინოთ, ეს მეცნიერების და ფინანსისტების დაწერილია 20%-იც არ არის იმის რაც თლიანად იმ რესურსის რაც იგებს. ამასაც ვერ ყინავენ, ვერ ბედავენ და არ გადაწყვეს. არ არის საერთაშორისო სამართალი არ იძლევა ამ საშუალებას. ამასაც გზებს ეძებენ და ვერ პოულობენ. ისე ოფშორები და სხვა გაცილებით მეტია. ზოგი ტრილიონი ახლა საუნდა, ზოგი 2 ტრილიონამდე. ესმით. და მწვანე გახსოვთ ბაიდენს რო წამოსდა თუ ეს მცირე ინვაზია შეჭრა იქნება, მაშინ არა უშავსო. პირდაპირ ასე თქვა გიეთერში. ეს. და აი რა მოხდა ამის შედეგად. ესმით? ეხლა ვითარება როგორია? ვითარება არის ის, რომ რა თქმა უნდა, პუტინისთვის რაღაცის შეჩერება, აღიარება, რომ აი ვერ შევასრულეთ ის მიზნები, რასაც ის სპეციალური ოპერაციის სახავდა, ეს არის სიკვდილზე უარესი. სიკვდილისეც საშიში არა. თუ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი ეს ოპერაცია. რა თქმა უნდა, უკან დასახები არ არის სანამ ცოცხალია, სანამ თანამდებობაზე ცოცხალია, ამას არ ეზამს. მაშინ მუდმივად უნდა გაგრძელდეს ეს ომი ბატონო. გამოჩნდა რომ ასეა და აი გამოდიან ჯონ მირშაიმერი მაგას ეძახიან ხოლმე პოლიტოლოგიის გიგანტს, ამერიკელი მეცნიერი, რომელიც პირდაპირ აი ხა გამოდიოდა ევროპარლამენტში სთხოვეს საათნახევრიანი მოხსენება და პირდაპირ ამბობდა კი ბატონო პუტინი აგრესორი. პუტინის ბრძანებით შეიჭრა რუსული არმია, მაგრამ დასავლეთმა ამბობს ეს ამერიკელი ადამიანი ყოფილი სხვა შორის ოფიცერი ამერიკის არმიისა და დღეს წამყვანი ერთ-ერთი უკვე ასაკოვანი კაცია პოლიტოლოგი მსოფლიოში. დასავლეთმა ხო ყველაფერი გააკეთა მის პროვოცირებისთვის ამბობს მირშაიმერი და პირშეულება და უხსის როგორ. რა გააკეთა დასავლეთ ამისათვის. ესეც გვახსოვს ჯეფრი საქსის გამოსვლა ამ მსოფლიოში ცნობილი თქვენი კოლეგის ეკონომისტის და არა მარტო ეკონომისტის რომლის კონცეფციით აი შოკური თერაპია დასვა და ერთ 5 ადმინისტრაციაში უმუშავია მაგოთანდობაზე ამ ადამიანს აი იმ ადამიანს რომელმაც თქვა სააკაშვილის გამოსვლა რომ მოვისმინეო ვაშინგტონშიო თუ ნიუ-იორკში 2008 წელს მოусვენა. კი, 2008 წელს რა თქმა უნდა გვისტონდე ჩასული რო იყო. და საქართველოს სათვალთ შევა ნატოში და ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ,
გამოვედი დარბაზიდან და უთხარი გარშემოყოფთ, რომ ეს არის საგიჟეთი, რაც ნახეთ. ტაში დაუკრესო და ეს კაცი დაღუპავს საქართველოს. აი ამ ადამიანმა ისე ევროპარლამენტში ახლა იწვევენ ეს ადამიანებს. ადრე საერთოდ არ აძლევდნენ გასაქანს. მან თქვა 2021 წლის დეკემბერში მე ავიღე ყურმილი და დავურეკე ჩემს ძველ მეგობარს ჯეიკ სალივანს. სალივანი ამ დროს თანაშემწეა ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ანუ პირდაპირ კისინჯერი იყო თავის დროს. ვეუბნები ჯეიკ, ვეუბნები, ესე იგი თქვენ ახლა აპირებთ რომ უკრაინა ამხელა ქვეყანა გაწიროთ, ხოლო იმისათვის რომ აი აცხადებთ რომ ნატოში შეყავთ უკრაინა. აკეთებთ ამას და ის კიდე მეუბნება, ჯეფ მეუბნება დაანებე თავი ამაზე ფიქს. არავინ არც აპირებს ამ უკრაინის მიღებას ნატოში. მაშინ რატომ ატყუებდნენ ბოდომაპე? აი ეს უთხარიო. მე უთხარი ჯეიკ შენ ამბობ რომ არც კი აპირებთ მიღებას. ესე იგი თქვენ აპირებთ გაწიროთ ქვეყანა იმის გამო, რაც ბუნებაშიც კი არ არსებობს. აი ზუსტად ასე წლების განმავლობაში რომ კარი ღია ნატოსი საქართველოს შემოვა და ასე შემდეგ შევარდაძემ კი უთხრა ერთხელ ბუდაპეშტის სამედზე ხომ პირდაპირ და ასე შემდეგ თავის დროზე სოლანამ რო თქვა პრესკონფერენციაში ბუდაპეშტის სამედზე ყვა მე 2008 წელი 2008 მანამდე სოლანამ უთხრა შევარდაძეს პრესკონფერენციაში ყავი და ესე იგი კარი ღია და შევარდაძე მაშინაც უთხრა დიდი მადლობა მაგრამ ეგებს სწრაფად მიგვიყოთ თორე ღია კარში დგომა ხო ეცით სახიფათოა ღიაკარში სულ დგომა ღიაკარში სახიფათოა. აი ესეთი ტყვილი, ზუსტად აი სტაფილოსო დაუკიდებენ ვირს ღირსი. ბატონო პეტრე, ვინს ინტერესებში შედის ამ შემთხვევაში ვიცით რომ ეს არის აპრიორი უარი, აპრიორი უკრაინა ვერ გახდება ნატოს წევრი. მაშინ რა ხდება? მაშინ რატო ატყუებენ ამ ხალხს? იმიტომ რომ არსებობს ეს ხაფანგი საზოგადოებრივი აზრისა და არც ერთ პოლიტიკოს არ უნდა პრაქტიკულად არც ეს. და ძალიან მოკლედ ვიტყვი, მაგალითი პოლიტიკური ვაჟკაცობისა და თავგანწირვისა გვაჩვენვა ჩვენმა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა პეტროსიანმა, რომელთან შენახვედრი ვარ ერთხელ მეცნიერი დახვეწილი პიროვნება, ისტორიკოსი, რომელმაც დიდი გამარჯვება რომ მოიპოვეს სომხებმა რუსეთის დახმარებით ყარაბაღში. 94 წელს რომ მოეწერა ხელი და გამოვიდა რა ყარაბაღის ტერიტორიის გარდა სას მართლა საუკუნეების სომხები ცხოვრობდნენ. 7 რაიონი კიდე აღმოჩნდა რეალურად სომხეთის სრული კონტროლის ქვეშ. 20% აზერბაიჯანის ტერიტორიისა სრული ასე ვთქვათ განკარგვის და კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა სომხების ხელში და იყო ეიფორია, გამარჯვება და მოკლედ უკვე ლაპარაკი იყო რა აღვადგინოთ ის დიდი სომხეთი ლეგენდარული იმპერია იყო. ამ დროს პეტროსიანმა მიმართა თავის ხალხს თავისი გეგმით და თქვა ამ გეგმაში დაბეჭდილია გამოქვეყნებულია რომ ახლა ის მომენტი რომ შევთავაზოს აზერბაიჯანს პირობები კერძოდ ვაღიაროთ რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ტერიტორია და ეს უნდა იყოს დაცული აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ოღონდ თხოვოთ აზერბაიჯანს რომ ავტონომია კულტურული ენა შენარჩუნებული უნდა იყოს სომხური იქ ვთქვათ რელიგიას არაფერი ემუქრებდა ყველაფერი ის პირობა რაც ავტონომიას ნამდვილს ასე ვთქვათ ეკუთვნის და ამის პასუხად თან თხოვოთ რომ საერთაშორისო დამკვირვებლებიც იყვნენ ყოველთვის რომლებიც ვთქვათ დაადასტურებენ რომ ეს ყველაფერი ტარდება და კეთდება ავტონომიის მხრივ არავითარი უფლებები არ არის შელახული და ამ პირობებზე რასაც რა თქმა უნდა ჰეიდარ ალიევი სიხარულით მოაწევს ხელს ჩვენ ეს 7 რაიონის გავათავისუფლოთ და ყარაბაღიდანაც გავიყვანოთ ჩვენი მებრძოლები და ასე შემდეგ. აი ნახეთ ატყდა პეტროსიანი მიცოდა რომ ეს დაუჯდებოდა პოლიტიკურ თვითმკვლელობად ეს კიდევაც მოხდა დააბრალეს რო არის მოღალატე რომ არის ესე იგი აზერბაიჯანის მოგზაურები რა არ დააბრალეს ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ყარაბაღის მაფიამ ვინც ომზე ჯერ კიდევ მაშინ დიდი ფული იშოვა კოჩორიანებმა სარსენსვებმა თლიანად ხელში აიღეს
და ამდენი წლის განმავლობაში ხან ერთი იყო პრეზიდენტი, ხან მეორე და საოცარი კორუფცია და რა მოხდა? რასაც ამბობდა ტრეპეტროსიანი, ამას თუ ახლა არ გავაკეთებთ, მერე წავაგებთ ყველაფერს. ეხლა ყარაბაღში არც ერთი სომეხი არ ცხოვრობს. განდევნილია ყველა. 120,000. კი. არც რუსი სამშვიდობოები არ არიან, ისინი განიდებდნენ და აზერბაიჯანმა ყველაფერი თავს. კი. მაგრამ სომხეთის ხომ ეთანხმება მას? აბრაქტას ეხლა იგივე ფაშინიანი რომელიც ჩავიდა მაშინ ყარაბაღში და თქვა ეს არის სომხური მიწა და წერტილი ამას არ გამიხილო. შორს არ მიდრო წავიდა მაგალითი. ეგ არავის არ უნდა. და ტრეპეტროსიანმა ვალი მოიხადა ერის წინაშე მოისმინა რომ თურმე მოღალატეა და ასე შემდეგ. ბატონო პეტრე. ზელენსკი უკაცრავად შეხვეწა მაკრონს. ეს ცნობილია გამოხმნებულია რომ მე ხო ვერ ვამბობ რომ ნატოში არ შევალ. მე ხო იანუკოვიჩი არა ვარ. მე ამას ვიმაპატიებს გარშემო პოლიტიკური ელიტა და ჩემი რადა. თქვენ თქვით რა, არ შეიყვანთ უკრაინას და მაგრამ ხო არა ჩემო კარგო. ეს შენ უნდა თქვა, შენ ახლა პრეზიდენტი, როგორც იანუკოვიჩმა თქვა მაშინ, რომ არ შევა უკრაინა ნატოში ჩვენ ამაზე უარს ვამბობთ და კიდევაც მიიღო დეკრეტი. ამას მთელი ამბები მოყვა მაშინ. ამას მთელი ამბები მოყვა, იანუკოვიჩი დარჩა მაშინ. მე უკვე როცა არ მოაწერა ხელი, მაშინ მოუწყეს რაც მოუწყეს, მაგრამ ბრიუსელის მაღალჩინოსანმა ნატოელმა მითხრა მე მაშინ შეხვედრის დროს იანუკოვიჩმა ეს ჭირი რომ მოგვაშორა და თქვა რომ უკრაინა აღარ შევა ნატოში 3 დღეღამე პეტრე ხიზელს ვერ ნახავდი ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ისევ ქეიფობდით რომ ეს რამხელა ჭირი და თავის ტკივილი მოგშორდა არავის არ სუნდოდა ეს თავის ტკივილი გესმით აი ეს არის თავიდან ბოლომდე ტყილზე და ფეგზე რო არის აგებული ყველაფერი ეხლა ვითარება ამ დროს ჯერა ვიღაცა და ზოგიერთებსა და ზოგიერთ მოქვეყანამ ეს თავის კონსტიტუციაში შეიძლება დააფიქსირა გარდამავალდებულებით ჩვენ საქართველოს სამწუხარო კი სამწუხარო ეს ხო გამოდის რომ ახლა ამაზე იყო მთელი ეს ოპოზიცია ამაზე დაუპირისპირდა ჩვენ ქართულ ოცნებას და ახლა ხო ყველა ხვდებით რომ 2017 წელს როცა ოცნებას ოღონდ მაშინ და შემადგენლობას ის სოციალური შემადგენლობა იყო მაგრამ ჰქონდათ საკონსტიტუციო როლესობა თავისი ხელით მიიღეს შესწორება კონსტიტუციაში გარდამავალი მუხლი რომ ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თავის ხელით არ მიკვირს მე იმ შემადგენლობამ რეები არ ჩაატარა ლომჯერია ომბუდსმენად მიგახადა ოპოზიციამ თავისი ხელით და ბევრი რამე სხვა მაგრამ შეიცვალა სიტუაცია და ეხლა გადავიდეთ რუსეთზე თქვენ ძანდებით ის სპეციალისტი მეცნიერი რომელიც ძალიან კარგად იცის რეალურ ვითარება რუსეთზე და მოდით ვთქვათ კი ბატონო ვითარება აი ზუსტად მაგ თემაზე მინდა ახლა გადავიდეთ ბატონო პეტრე აი სანამდე უშუალოდ რუსეთს შევეხებით მანამდე მე მაინც მინდა რომ ერთი მაინც უკრაინაზე დავამთავროთ ერთი მოკლე პასუხი საინტერესოა თქვენთვის უკრაინაში დამთავრდება თუ არა ომი და თქვენი ვარაუდი რასაკვირველი ახლა თქვენ როგორც ამ შემთხვევაში დიდი ანალიტიკოსის თქვენი ვარაუდი და ეს შედეგი როგორი იქნება აი რომ დამთავრდება არა ხელშეკრულებით ამ ეტაპზე არამედ ბრძოლის ველზე ბრძოლის ველის შედეგით ამას აღიარებს ყველა მსოფლიოს ყველა ბრძოლის ველზე აი მირშაიმერის სიტყვის ბოლო ევროპარლამენტში არის ის რომ ვინაიდან პუტინი არ არის ხელმომწერი იმ ხელშეკრულებისა გარდა იმის რომელიც თვითონ უნდა და თვითონ უნდა რა ჩაფიქრებული იყო თავიდანვე იალტა 2 ანუ იალტაში და მე პოცდამში მაშინ გადანაწილება მოხდა ამ პუტინის სიტყვებია სოჩში როცა მერკელი გვერდში ყავდა რომ ჩვენ ყველას გვახსოვს რომ დასრულდა მეორე მსოფლიო ომი და სამი პიროვნება და გადანაწილეს რუკასთან და ესე ფანქრები და კანისტრების ხელში ეს ასე ეს ასე და მივიღეთ სოფლიო რაც მივიღეთ ხო და ეხლა რუსეთის გარეშე ეს ხდებოდეს ჩვენ ამას არ დაუშვებთ თქვა მაშინ ეს მაშინ როცა თქვა რომ იყვე საქართველოს და ნატოს ჩვენსკენ მოახლოებას აღარ დაუშვებთ წერტილი დაესვა ამას ეს როდის 2008 წლამდე თქვა პუტინმა ხო ეხლა რა უნდა მას? უნდა რომ აი უკრაინაში მე უკვე ვიმარჯვებ და ეს კითხვის ქვეშ არის მაინც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ერთი მხარისთვის და მეორე მხარისთვის ვთქვათ მაგრამ უნდა რომ ეს იყოს იალტა 2
რომ აი მომიწერეთ ხელი, აი ჩადგეს გარანტად შეერთებული შტატები, რომ ამას კონდეს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალა და მოვაწოდოთ ხელი იმაზე, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ 5 რეგიონი, რომელიც კონსტიტუციას შევცვალე მე და უკვე იყოს რუსეთის შემადგენლობა. დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟია, ხერსონი და ყირიმი. ეს აღიაროს ამერიკამ, რომ ეს არის რუსული მიწა. და საქმე ისაა, რომ როგორი ავტორიტეტი არ უნდა ქონოდა ტრამპს, ეხლა იმის აჩრდილის კი არ არის, რაც ქონდა თავიდან უკვე. აგერ დამთავრდა მაიამიში მაგის იმპიჩმენტის საკითხის დგას როგორც ხედავ. მაიამიში ეხლა ჩატარდა არჩევნები და გაიმარჯვა დემოკრატმა. მაიამიში 35 წელი მაინც დემოკრატს არ გავამარჯვია, მხოლოდ რესპუბლიკები დომინირებდნენ. ტრამპა იმდენი ქნა, რომ ხალხი დადგა ფეხზე და მის ესმა დემოკრატ ქალს. და არა რესპუბლიკას, რომელსაც ტრამპი უჭერდა დღე-დღე მხარს. შეიცვალა. მაგრამ რო ყოფილიყო პიკში, ტრამპს ხელი აქვს მოწერილი კანონზე 2017 წელს, რომ არც ერთი ხელისუფლება კანონის ძალა შეშესული შეერთებული შტატებისა არასოდეს არ აღიარებს ძალით მოპოვებული ტერიტორიების ასე ვთქვათ აღიარებას, რომ მოწოდებ თავის ხელით. და თავისი კანონის წინააღმდეგ ხელმოწერილი კანონის წინააღმდეგ მოუწევს ასლა. გამორიცხული მე ხონდა სენატმა რატიფიცირება მისცეს და კონგრესმა. ეჯარღება უკვე. ხო და გამორიცხულია, ასე რომ ეს ჩაიკეტა. ეს ჩაიკეტა და პუტინი უკან არიხებს. პუტინს უნდა ის ახალი წესრიგი. რა პოზიცია პუტინს ისეთი ბატონო პეტრე, რომ აი ერთი ნაბიჯითაც არ არიხებს უკან. რაღაცის იმედი აქვს თუ არა ისე მოხდება. აი უკრაინას რომ იმედი რატომ არ უნდა კონდეს თქვათ, მით უმეტეს ჩვენ ვიცით ასეთ სისტემებში, ავტორიტარულ სისტემებში, დიქტატურა სადაც არის, როგორ არის ინფორმაცია საფეხურ პირობებთან. როგორ არის და ესეთი დამახინჯებით არის, რომ თავიდან რომ შავია რაღაცა. მე იფილტრება. საბოლოო ახსენე ყველაფერი თეთრია. პუტინს ხომ მოახსენეს უკრაინის შეჭრის წინ, რომ მაქსიმუმ 48 საათი ბატონო პრეზიდენტო მეტი არ დაგჭირდება და უკრაინა ჩვენია. და მოახსენეს სპეცსამსახურების უფროსება. და პუტინმა ვიცი მე თქვენი ამბავი მე კიდე 24 საათს გაძლევთ 72 საათი იყოს. 3 დღე ღამე, 3 წელს გასულია და მე-4 ეხლა დასრულდება, ხო? მაგრამ სამხედროებმა შოიგუმ და გერასიმოვმა უთხრეს პუტინს, რომ თუ ეს არ დამთავრდება 2 დღეში, მაშინ ჩვენ უკვე ჩვენ თავს ვერ ავიღებთ, რომ გამარჯვება იქნება მალე ჩვენი, იმიტომ რომ ჩაერთვება სხვა ძალები და ჩვენ ამის ძალა არ აგვაქვს. ამიტომაც არც ერთი მოხსნა, არც მეორე. თავის თავზე. საერთაშორის ახლა მასინად ნახე მე კედმისთან იყო ინტერვიუ და ჩვენ ვიცით ახლა ეს რა დონეა ეს კედმი. და ინტერვიუ იყო და ითქვა, კი მაგრამ ვინ დააჯერაო და ვინ თქვა რომ 3 დღეში აიღებთ უკრაინას. კარგით ბატონო პეტრე, მაგრამ ნახეთ უკრაინის ფრონტზე ვთქვათ. ჩვენს გვინდა და უკრაინის ფრონტი 500 კილომეტრზეა გადაჭიმული. უკრაინას აღარ აყავს ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები და ოფიცრები. საკმარისი რომ მეტნაკლებად ეს გააკონტროლოს, გაჩნდა ვებერთელი ღიობები, სადაც შესვლა რუსული არმიის მცირე ნაწილებისა, ხო, მაგრამ გაჭირებაზეც ვიტყვი, არის სრულიად, ასე ვთქვათ, ბრძოლის გარეშე, ერთადერთი რაც შეერს უკრაინას, რომ თავისუფალია. აკვირდებიან კოსმოსიდან და მე დრონებით ანადგურებენ ხოლმე ამ შესულებს, თორე ძალა არ აქვს. სირსკი, რომელიც არის ხედავთავარი ჯარის უკრაინაში და რომლის მთელი ოჯახი დღესაც რუსეთში ცხოვრობს, ხო, კარგია, რომ დანიშნავს ისეთ ადამიანს ხედავთავრად. რომლის დედა, მამა, ძმა და ასე შემდეგ ყველა რუსეთშია. სირსკი აცხადებს, სულ ბოლო დროს 20,000 ადამიანი უბრალოდ გაიქცა ფრონტის ხაზიდან. და რატო გაიქცა ეს უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რატო გაიქცნენ? ეტყობა სიკვდილი არ უნდათ. არა, სიკვდილის ფიზიკურად ვეღაზლებენ, რომ როტაცია არ არის. უნდა შეცვალო 6 თვე ადამიანი თხრილებში ამ დაბომბვის ქვეშ და ასე შემდეგ და ძალიან ცუდი პირობები საკვების რო არის და თან არ გწვლიან. ამ დროს ყოველთვის უნდა დაასვენო ამას მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი ახერხებდა უნდა დაასვენო შეცვალო და ასე შემდეგ თორე ადამიანი ვეღარ იბრძვის ხო? რო არ არის ფიზიკურად იფიტება უკვე და არ შეუძლია. ამიტომ პუტინმა რო თქვა რომ ვინც თქვენ ავიყვანეთ უკრაინის ჯარისკაცები და ფოტოებია ჯარისკაც არც ერთი არ აქვს ბომბები არიან ნამდვილი და შეგიძლიათ ნახოთ ეს ფოტოები. აი ესეთ ვითარება.
გარბიან კორუფცია ტრაგიკული ვითარებაა ბატონო პეტრე და მიდის მაგრამ მაინც რატომ იმიტომ რომ ახლა რუსეთის ამბავი ვიკითხოთ პუტინი ეს ყველა უნდა იცოდეს დღესაც კი არ აცხადებს მობილიზაციას არ ჭირდება ეტყობა როგორ არ ჭირდება ჭირდება მაგრამ რომ გამოაცხადოს მობილიზაცია აფეთქებს რეგიონებს ხალხს მოსწონს მაგრამ არ უნდა ბრძოლა ბატონო პეტრე ერთი ნიუანსიც მინდა თქვენ როცა მე გადავიდეთ საქართველოსა და აფხაზეთზე ერთი პატარა ნიუანსი პატარა კი არა ეს არის ძალიან სერიოზული და თქვენი მოსაზრება ამ საკითხზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აი დამთავრდა ომი გეჩინოდეთ მშვიდობით ხო ანუ დამთავრდა მშვიდობა და ემზადე ომისვით და ასე ნუ ახლა სხვადასხვა ინტერპრეტაციის შეგვიძლია ჩვენამის გამოყენება აი რა შვება რუსეთი რომელსაც უკვე მილიონამდე ჯარისკაცი ყავს ალბათ ხო იქ ფრონტზე რა შვება ბევრად ნაკლები რა შვება უკრაინა რომელიც ამ ნაბრძოლ ხალხს როცა ისინი უკან დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან ქალაქებში აქ რა ხდება? აქ როგორ ხდება მათი, ასე ვთქვათ, მათი მართვა საჭირო? არა, ამაზე ეს არც ფიქრობს არავინ ახლა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არა და ეს ხომ ყველაზე მტკივნეული საკითხია. ტრაგიკული იქნება და ახლა უკრაინაში რო პარტიზანული ჯგუფები იყვნენ და რო იბრძოდნენ მირულად მე რუსოფლიის დროს უშიშროების ძალებს ენკავდეს კიდევ 2 წელი დაშვიდა მათი განეიტრალებისათვის 56 წელს 1956 წელს ბოლო გაანადგურეს ის ბენდერების პარტიზანული სინერგია და როგორი მუშაობა არსებობს ბერიას წერილი მოხსენება უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ მაშინათვე დაწერილი ეს გამოქვეყნებულია გამოგიგზავნით სადაც წერს რომ ამას თუ არ ვიზამთ ჩვენ და 53 წელს წერია ზაფხულში უკრაინას დაკარგავს საბჭოთა კავშირი და მაშინ დაიშტება მთლიანად ეს ქვეყანა და ეს ას გაკეთებულა ხრუშჩოვის დროს უარესი გაკეთდა და ეს მაგრამ ეს რთულია მაგრამ მანამდე კიდე ეს ვითარება რომ პუტინმა უნდა გადაუხადოს ფული კონტრაქტიკებს სტაგნაცია სრული იგი თვითონ უნდა რა დაანგრიათ თუ რაღაც კი არა ეხლა ფრონტზე ვინც არიან მათ დიდი ხელფასი მათ აქვთ კიდე უზრუნველყოფა გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახი ღებულობს დიდ კომპენსაციას მაგრამ რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციაშია და არ არის გამოუწვევი რეცესიაში გადავიდეს 50%-იან საბიუჯეტო დეფიციტს ელოდებიან გაისად რაც ნიშნავს რომ უნდა ჩაერთოს საბეჭდი მანქანა და ბეჭდვა ფულის ბეჭდვა ეს უკვე ამის ინფლაცია გარანტირებულია ჰიპერინფლაცია გადატირებულია ორჯერ თუ სამჯერ მოითხოვა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ნაბიულინდამ ძალიან ძლიერმა სპეციალისტმა რომ გამიშვით ახალ შემიძლიაო არ გაუშვეს ჯერ მაგრამ ეს მოდის როგორც დამოკლეს მახვილი ეს ყველაფერი ხომ და ამასობაში ის რომ კორუფცია სადმე წავიდა რუსეთში აი უკრაინამაც აიყვანა ტყვეთ რუსი ჯარისკაცები და იკითხებიან და კაცი ყვება 9 დღის წინათ ჩემთვის მივდიოდი ჩემს ქალაქში უცებ გაჩერდა მანქანა ჩამსეს მანქანაში მომიტაცეს და ვარ აქ მოაწერინეს ხელი კონტაქტზე ესე კი არ არის მაგრამ ისე დაელაპარაკდნენ იმ სპეც ასე ვთქვათ დასებულებაში რომ აი რა გინდა შენ გინდა ციხე თუ გინდა რომ მოაწერო ხელი დამხელხე მოაწერო ხელი და განაზღაურება გექნება ხო მაგრამ ავტომატიზაციას კი არ მასწავლესო ჩემთვის მივდიოდიო 9 დღის წინა და ეხლა აქ ვარ ფრონტზე გესმით რთული ვითარებაა ძალიან რუსეთშიაც და რა თქმა უნდა მე მაინც მგონია რომ რუსეთი თავი ძირითად შემტენ ძალას მას ყავს თავისი გვარდიები და თავისი ამას ვერც მოკიდებს ხელს იმათ სხვა ფუნქცია აკისრია არა მარტო კანტემიროვის დივიზია დგას როგორც იდგა მოსკოვთან რომელსაც ევალება მოსკოვის დაცვა რამე რო იყოს ეს მოსკოვის დაცვა რომ არ მოხდეს ის შიგნით რაღაც არეულობა და აი რო გასცემს ბრძანება შეასრულებენ ახლა თქვენ წადით ფრონტზე გამორიცხული ეს უკვე მეორე საკითხია და ეგ არის საკითხი რის გამოც გასცემული არ არის ბრძანება ამიტომ ნახეთ რო შეეძლოს პუტინს რატო არ აიყო აქამდე კიევი რატო არ წავიდა წინ რატომ არის რომ დონეცკის ტერიტორიას დიდი პროცენტი ეხლაც არ აქვს აღებული დღესაც 20% უკრაინა აკონტროლებს და ამბობს მე ესეთი ხელშეკრულება მინდა რომ უკრაინის ჯარები აქედან თვითონ გავიდნენ 20% და ეხლა ზელენსკი რომ მოღალატე უკრაინელი ხალხისა
და მის კისერზეა ის რომ ეს მოხდა ტრაგედია მათ შორის. ნუ ახლა მაი პოლიტიკოსი არ იყო და ეთყობა პოლიტიკოსი იყო სამიგრად ფულის მკეთებელი იყო და როგორი კორუფცია მისთვის ხო ერმაკი ძრიფს მოაშორეს. ნუ ახლა რემაგზე აქ ისეთი რაღაც მილაპარაკა ბატონო რაუცილაჩევას ეს თუ ასე არის ეს რომ ვერ ძალიან ცუდად არის იქ საქმე. ზელენსკიმ რო თქვას კი ვაწად ხელს აბა გადით იქიდან ბიჭებო. მაგრამ ახლა ზელენსკი აწერს მაგრამ ზელენსკი ამას პუტინიც ამბობს რომ არალეგიტიმური აგერ ამერიკის პრეზიდენტმა აგერ ტრამპმა თქვა რომ აუცილებლად უნდა დაინიშნოს არჩევნები იმიტომ რომ ზელენსკი მაშინაც თქვა კიო ახლა მე არ მგონია რომ ამის არჩევნებზე რომ მიიღო ზელენსკი მონაწილეობა ის აირჩიო იცი რომ დრო იწურებას რომ უცებითყვი ზელენსკიმ გამოაცხადა რომ არჩევნები უსათუოდ უნდა ჩატარდეს ეხლა შევა შესწორება ჩვენს კანონმდებლობაში რომ ომის დროს არ შეიძლება არჩევნები და უკვე ერთი წელი გადააცილა ზელენსკიმ არჩევნებს რომ ჩატარდეს ოღონდ იმ პირობებით თუ დასავლეთი შეერთებული შტატები და ევროპა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას უკრაინაში არჩევნების დროს ეს რას ნიშნავს თუ გარანტიას მომცემთ რომ ისევ მე ამირჩევენ მაშინ კი პუტინმა 27 ნოემბერს ცელ საუბარში თქვა ბიშკეში კირგიზეთში რომ ზელენსკისთან ხელს არ მოაწერს არ არის ეს ლეგიტიმური პრეზიდენტი ასეც მაგრამ ეხლა კანონით და კონსტიტუციით ის პრეზიდენტია ხოლო თუ დასავლეთი ჩაერევა რასაც ზელენსკი ითხოვს უზრუნველყოფა უსაფრთხოებისა ეს ხოლმე იმას ნიშნავს ეს გასწრება თქვენს პუტინის გარებოცვა მუშაკობას ხება ეს ნიშნავს რომ სუვერენიტეტი დაკარგულია უნივერსიტეტის უკრაინისა და ამ არჩევნებს ფასი არ ექნება ან პუტინის გზავნილია სანამ არ მოვა უკრაინის პრეზიდენტად ეს ადამიანი მე რომ ჭირდება ის ის იანუკოვიჩი თქვა იანუკოვიჩი ახლა 10 წელია დააბრუნეთ ლეგიტიმური პრეზიდენტი რომელიც მაშინ ამერიკული მაიდანის შემდეგ ისა პრორუსი პრეზიდენტია კარგი ბატონო პეტრე მოდი მაშინ ახლა რამდენიმე უგაცავთ ჩვენ დავчат 15-20 წუთი და მე მაქვს ახლა თქვენთან სხვა შეკითხვა კი არა იმის გაგრძელება ფაქტობრივად იმიტომ რომ ეს საერთაშორისო სიტუაციები როგორც ვითარდება ეს ბარომეტრით საქართველოს ახდენს თავისთავად გავლენას და შეუძლებელია სხვანაირად იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ სოფლიოს ნაწილი იმ ერთიანის ნაწილი რომელსაც თან გეოპოლიტიკურ ზაჯვერედია გეოპოლიტიკურად ვარ ძალიან აქტიურ ფაზაში და აქტიურ ტერიტორიაზე და აქტიურ დონეზე აი ესეთი მე ძალიან მაინტერესებს აი ენგურის სანაპიროზე აფხაზებმა კი ეს რუსებმა გააკეთეს ტერმინალი ააშენეს და ახლა როგორც კი მასალებს გავეცანი და როგორც გავიგე და ახლა უკვე უჩერდეს გასაგები ეს ტერმინალი საკმაოდ ძალიან ძვირადღირებული ტერმინალია ეს არის საიდუმლოდ შენდებოდა არავინ არ იცოდა რა ხდება 80% უკვე აშენებული ამ ტერმინალის და როცა კითხეს მის ერთ-ერთი ის არის ვიღაცა ახსალბა ყოფილა ამის დირექტორი ამ კომპანიის დირექტორი ვინც ამას აშენებს ამ ტერმინალებს ასე ვთქვათ იმ მენეჯმენტს ანხორციელებს და განახორციელებს მომავალში და ის ამბობს რომ აქ ინტერესი ირანის ინტერესი დევს ინდოეთის ინტერესი დევს აქ ჩინეთის ინტერესი დევს ცოტა გაუგებარია ეს ახლა ხალხისთვის და ამის უკან რაღაცა იმალება რაც იცავს ამხელა ტერმინალი ააშენეს ამხელა თანხები ჩაყარა რუსეთმა ეს შემთხვევით არ ხდება ამ დროს ახლა ენგურზე შეუძლიათ ტრანსპორტი მივიდა საქართველოს ტერიტორიის გავლის გარეშე ეს ხო საქართველოს ტერიტორია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ენგურს გამოყვა თელ გაყოლებაზე საქართველოა ესე იგი საქართველოს უნდა გამოატაროს ეს ტვირთი უნდა აფხაზებს გადაულოცოს მე აფხაზებმა ეს ტვირთი უკვე რუსეთში წაიღონ თუ საწაიღებენ ზოგი მათი ამბავია მით უმეტეს ახლა მათ უკვე ოჩამჩილის პორტში აქვთ გარკვეული ტერმინალის გაკეთებული სადაც კონტეინერების 1200 რაღაცა კონტეინერის დამუშავება არის შესაძლებელი ახლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს ცოტა აი ჩემთვის პირადად როგორც ამ შემთხვევაში როგორც დაინტერესებული პიროვნებისთვის და ცოტა პოლიტიკაში რაღაცა გარკვეული პიროვნებისთვის და ადამიანისთვის გაუგებარია რას ნიშნავს ეს რას ნიშნავს ამათი ვებერთელა დიდი სახელმწიფოების მეგა სახელმწიფოების ინტერესები დევს ამ პატარა ტერმინალში
და საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად იგნორირებულია. ამ შემთხვევაში უკვე გუშინ განაცხადა ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ არავითარი ურთიერთობა და არავითარი მხარდაჭერა ამ ტერმინალთან დაკავშირებით ჩვენ არ გავგვაჩნია. ანუ საქართველო არის აბსოლუტურად იზოლირებული ამ პროცესიდან. საქართველოს ტერიტორიიდან უნდა აფხაზეთიდან თუ რამე შემოვიდა და იმ ტერმინალს საწაიღებენ. თუ ენგური არ გადმოკვეთა იმ ტრანსპორტმა და დაუშვა და იმ ტრანსპორტმა და იმ საშუალო იმ ტვირთმა თუ არ გადმოკვეთა და ამის მიხედვით თურქეთში როგორ წაიღებენ ამას. ნუ ახლა ძალიან დიდი როიტყვენ სუმბურნაი სიტუაცია არის აქ ისეთი რომ არებულია ეს ყველაფერი და ბატონო პეტრე იქნებ თქვენ ამის შესახებ რამე ჩვენ ტელემაყურებლებს უთხრათ და აუხსნათ. თესვები ამისა არის სააკაშვილის დიდ ღალატში, რომელიც სააკაშვილმა 2011 წელს შემოდგომაზე გამოაცხადა, რომ მან პირადად და მის სიხენძონელობით ქართულმა დიპლომატიამ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა. აი მოკლედ გეტყვით. ობამა დაპირდა მაშინდელ პრეზიდენტს ჭყალებში მედვედევს შეხვედრის დროს გახსოვს ჩვენ ესე რომ რუსეთი უსათოდ შევა მსოფლიო საელჩო ორგანიზაციაში. ეხლაც გახსოვს მისი ესე. ჩვენ ამას გავაკეთეთ, ჩვენ ამერიკა ჩვენ თავზე ვიღებთ ამას. თქვენ შეხვედრთ. ამის შემდეგ მსოფლიო საელჩო ორგანიზაციაში არ მახსოვს მაშინ 135 იყო თუ 130 მნიშვნელობას არ აქვს წევრი, რომ ყველამ დათანხმდა უკლებრივ რა თქმა უნდა რუსეთი უნდა მივიღოთ და ხმას ვაძლევთ. იყო საქართველოს თანახმა იყო ერთი სახელმწიფო. ერთის გარდა. ეს ერთი სახელმწიფო იყო სააკაშვილომ თქვა არავითარ შემთხვევაში არადა ძირითადი წესდება მსოფლიო საელჩო ორგანიზაციის არის კონსენსუსი. ერთიც რო იყოს წინააღმდეგი არ გამოვა. თუმცა დათქმა არის, რომ გამონაკლის შემთხვევაში თუ ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოდით კენჭის ყრით, მაშინ შეიძლება. არავითარ შემთხვევაში. იმიტომ რომ და პირობები დაუყენა. კერძოდ გაიხსნა ქართული საბაჟო გამშვები პუნქტები საქართველოს რუსეთის საზღვარზე, როგორც როკის გვირაბის იქეთ, სხვაშორის რუკით 1900 მეტრი კიდე ჩვენია როკის გვირაბის შემდეგ. და ასევე ენგურზე. ასევე ენგურზე იქეთ ენგურზე არა, რუსეთის საზღვარზე. რუსეთის საზღვარი ფსოუზე? კი, ფსოუზე, ანუ ჩვენს ტერიტორია, ხო ჩვენი ტერიტორია. დიახ. აი რუსეთის ფედერაციის ოფიციალური საზღვარი და საქართველოს ოფიციალური საზღვარი, რომელსაც მთელი სოფლიო მართლა აღიარებს. მათ შორის მსოფლიო საელჩო ორგანიზაციის ყველა წევრი აღიარებს, რომ საზღვარი აქეთ კი არ არის ენგურზე, არამედ ფსოუზე. ესა თვითონ უნდა სააკაშვილს ეკონტროლებინა ეს თუ არა, უნდა და ეჩვენებინა, რომ იმ პირობით ვაწევთ ხელს თუ მსოფლიოს დახმარებით კიდევ ერთხელ იქნება, რომ აი ჩვენი საბაჟო ვერ დადგება ქვეყნის შიგნით. კანონია. ქვეყანა უნდა აკონტროლდეს თავის ოფიციალურ სახელმწიფო საზღვარს. კეთრინებეთ ეს დაუშვით და ფსოუს მაგირო დამათვა გოინგურზე გადმოიტანეთ. აი მე გეტყვით ესე უცებთ. საინტერესოა ძალიან. ეს ყველაფერი დოკუმენტურია, არის ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწვევს საქართველოს მაშინდელი მთავრობა. მაშინ ესე იგი აფხაზებმა თქვეს ჭყალებში უარი და რუსეთმა თქვა რომ გამორიცხული. არავითარი საბაჟო იქ არ იქნება. თუნდაც აფხაზეთის საზღვრის გარეთ იქენგურგეზე რასულად გაუკეთებიათ. საბაჟო სასაზღვრო ჯარები იგივე თქვათ ცხინვალის რეგიონის სიმაზე. რა ეს ჩვენ აგვეხება და ეს არ იქნება. მაშინ არა. და გაიყინა ეს ყველაფერი და წერდნენ წამყვანი ექსპერტები მსოფლიოში, რომ სააკაშვილი ახდენს თავის და საქართველოს სულ მარგინალიზაციას. იმიტომ რომ 140 წევრი თანახმა და ერთი სახირებული თქონდა და რატო იცით? ობამა არღებულობდა ხელს არ ართმევდა. აი რა იყო ჩადებული ამაში. მიმიღოს ობამამ და ლობისტები მუშაობდნენ. ამის შემდეგ ესე იგი შესთავაზა ამერიკამ პუტინს, რომ მოდით ასე გავაკეთოთ, რომ აი ხო ხედავთ სააკაშვილი არ შევა და გავაკეთოთ კონსენსუსით კი არა კენჭის ყრით. და იქნება თქვა 135 მომხრე და ერთი წინააღმდეგი და არაო თქვა პუტინმა
მე არ მინდა რუსეთისთვის რამე გამონაკლისი კეთდებოდეს. ეს თქვენი კლიენტია, ეს მისი სიტყვებია, client, ინგლისურად მაგაკეთული, სააკაშვილი. და მიხედეთ თქვენს კლიენტს თქვენ თვითონ. და თუ გვებულობთ და გახსოვთ შეიძლება ტელევიზიით თქვა ოხეშად. ნახრენანა მეტვეტო თქვა. პირდაპირ თქვა. ამ საერთოდ გამოცვალსაც აპირებენ და ანონსებს რუსეთმა. მაშინ მოსაგებულობდნენ. მაგის გარშეს კარგად ავართო. ესე. მაშინ დატრიალდნენ და სააკაშვილს უთხრეს, ხო გინდა რომ igos ობალა კაბინეტში. იქნება. მაგრამ აი ამაზე თუ მოაწერ ხელს, რა თქმა უნდა ჩვენი დიპლომატიის მუშაობა. მოაწერა ხელი სააკაშვილმა გამოსვა და გამარჯვება. ესე იგი ამ ტერმინალების შენებლობას? არა, ბევრად თუ არ ესირა. მე რო ეს მივიღე, პარლამენტის წევრი გავხდით მაშინ და ხედავ, რომ ესე იგი ყველაფერი და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს გახსნის საბაჟო გამშეპუნქტეს და კოორდინატებია, არ წერია არაფერი კოორდინატების გარდა. მე მაშინათვე მივხვდი. ორი ისე და მე ვთხოვე კარტოგრაფებს. კი მივხვდი, მაგრამ ვთხოვე, აბა ზუსტად. და ხათუნა პაიჭაძე მაშინ ჟურნალისტი ქალი იყო. სპეციალურად არ ეწერა კოორდინატები. კოორდინატები ეწერა. დასახლებული პუნქტები არ ეწერა. დასახლებები არ ეწერა. კი, აი კოორდინატები. საინტერესო. არის ეს გამოგიგზავნით, ნახეთ ყველაფერი, ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო. ნახეს კარტოგრაფებმა კოორდინატები და გამოვიდა ზუგდიდთან. საბაჟო გამშვები პუნქტი და გორთან ესე იგი სახელმწიფოს აღიარების ერთ-ერთი ამაზე ხელი აქვს მოწერილი სააკაშვილს და როცა სააკაშვილი გამოაცხადა აი დიდი გამარჯვება გამოვიდა ალექსაშენკო თუ ვინ იყო საგარეო წარმომადგენელი და თქვა სააკაშვილმა თვითონ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა იმით რომ ხელი მოაწერა იმაზე რომ ახლა საქართველოს გახსნის საბაჟო პუნქტებს შიგნით ამ ტერიტორიაზე და შედარებისთვის მოიყვანა. აბა წარმოედგინეთ რომ შიგნით ალასკაში გახსნას ალასკის საზღვარზე გახსნას ამერიკამ საბაჟოები. არა ალასკის შტატში ალასკაში და იქიდან თქვა რუსეთი შევა ალასკაში და იქიდან უკვე აი ეს გააკეთა სააკაშვილმა. დღემდე ერთი-ორი სტატია იყო მახსოვს პირისპირ დღემდე ამაზე საუბარი არ არის. მე იყო რომ საქართველოს არასრულებს მოვალეობას ახსნის საბაჟო პუნქტებს შვეიცარიის კომპანია უნდა ჩამდგარიყო და ასე შემდეგ. აი ეს ბატონო პეტრე, აი მართლაც წინვალედ ახსენეთ ეს და ეს არსად არ წერია. წერია, მაგრამ მე ოფიციალურ მე მხედველობაში მაქვს. წერია, მაგრამ საერთოდ ინფორმაციის საშუალებებში მე ის ვერ ამოვიკითხე პირველად გავიგე თქვენგან და ეს ძალიან სასიამოვნო, ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია რაც არის. მაგრამ მე რა მაინტერესებს ამ შემთხვევაში ძალიან სწორი პასუხი გაცა ამდენად ყუჩაღ მართაც ჩვენ პრემიერ-მინისტრს რომ მან პირდაპირ თქვა რომ ჩვენ არავითარ მონაწილეობას ამაში არ ვქონდით იმიტომ რომ ეს არის უკვე აღიარების ერთ-ერთი ფორმა. ტვირთებმა რო იმოძრაოს, მხოლოდ კარგი იქნება. ტვირთების მოძრაობა შეიძლება აღიარებისა, ჩართულობა აღიარების გარეშე, მაგრამ ოფიციალური საბაჟო ტერმინალის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე შიგნით და არა საქართველოს საზღვარზე ეს არ შეიძლება. შეიძლება ამის გარეშეც მაგრამ ფესვები ამისი და მე გახსოვთ რომ საქართველოს არასრულებს თავის დაკისრებულ მოვალეობას არ აშენებს ტერმინალებს და ასე შემდეგ და ჩვენ მეთქვეს რომ აგერ თუ რამე შემოვა ესე იგი კიდევ აი მაოხრებელი გზირი რომელმაც კიდევ რა გააკეთა მე ჩემ სტატიაში ამაზე რომ დავწერე სტატია და მე მგონი პირისპირ ბლოგზე მაქვს და ბევრი ნახვა კი იყო მაგრამ ეს არ იყო თქვა ტელევიზიები და ესე ნათქვამი მე ვწერდი რომ აბა წარმოედგინეთ რომ საქართველოს რომელიმე მთავრობას ეს გაეკეთებინა და სააკაშვილი ყოფილიყო ოპოზიციაში ამ დროს საფლავში ჩადებდა იმ მთავრობას სააკაშვილი იყვილებდა აი ღალატი აი კრემლის აგენტები ნახეთ რაზე მოუწერეს ამაზე რატომ არ ამბობენ არაფერს ეს ოპოზიცია პოზიცია უნდა თქვა ამ შემთხვევაში და ჩვენ ფაქტობრივად გამოდის რომ ჩვენ ვაგერ ვაჟღერებთ ამას ახლა და ახლა ვეუბნები ჩვენ ტელემაყურებლებს რომ აი რა ხდება კი და ბატონო პეტრე ახლა ჩვენ ცოტა ბევრი დრო და არ დაგჭა და ერთი კითხვა რომ არ დაგიჩვათ არაფერ შემიძლია და ეს აი ამ ეს ერთ-ერთი ბოლო კითხვა ალბათ თქვენთან დღეს
ესე იგი, არ იცით რომ მას ყავს თავისი გუბერნატორი რუსეთს მოვლენებული აფხაზეთში კირიენკო. მე კირიენკო რომელიც ის წარმოშობით სოხუმიდან არის. იქ ადმინისტრაციის უფროსი მოადგილე არის რუსეთის მთავრობაში. და მაგი ამბობს რომ როცა მას კითხეს რატომ ეხმარება რუსეთი აფხაზეთს. მან ასეთი რამე თქვა. აქ არის რაღაცა გარკვეული თვითონ აღიარა, არის ფარული ზრახვა. მაგრამ რა ფარულ ზრახვაზეა ლაპარაკიც არავინ არ იცის და ამას არ შიფრავს და ბუნებრივია ეს ალბათ ამას დრო დაჭირდება ეს ვიგე თუმცა ახლა ჩვენ კი ვხვდებით ლოგიკურად მაგრამ ახლა ლოგიკა სხვა რამეა და რეალობა სხვა რამეა ჩვენ კარგად ვიცით ლოგიკა შეიძლება ძალიან აცდეს იმ რეალობას ხშირ შემთხვევაში ესე იგი ისინი ამბობენ რომ აფხაზებთან მეგობრობა სტრატეგიული უნდა იყოს ეს იმას ნიშნავს რომ უახლოეს მომავალში არაფერი არ ჩანს რომ აფხაზებთან რუსეთს რამე პრეტენზიები ქონდეს, ესე იგი თუ სტრატეგია, ესე იგი ეთანხმება იმას, რასაც აფხაზეთში აკეთებენ და რაც ხდება დღეს აფხაზეთში. შემდეგ აფხაზეთის ეკონომიკის თვითკმარობაზე გადაყვანა და აფხაზეთის ეკონომიკის თვითკმარობაზე გადაყვანა მას ორი გზი წარმოუდგენია. ან სოფლის მეურნეობა და ტურიზმის განვითარება. ტურიზმი და სოფლის მეურნეობა სხვა, მაგრამ ტურიზმის განვითარება საერთოდ ეს მომსახურე ერის ფუნქციებში უფრო შედის და ეს იმას ნიშნავს რომ აქ არავითარ განვითარებაზე არაა საუბარი. ახლა მოვა ის კაცი დაათვალიერებს ნახავს რითაც რა კარგია, ტაც დაუკრავს, დაიძება, რაღაცას მიირთმევს და ადგება და წავა. ნუ ახლა ეს მან შეიძლება რაღაცა კი შემოიტანოს გარკვეული თანხები, მაგრამ ეს ახლა თვითკმარობაზე აფხაზეთში რომელიც გარე ინვესტიციების გარეშე აფხაზეთის ეკონომიკის განვითარება და საერთოდ წარმოუდგენელია, ხო? ეს იმიტომ რომ საქართველოს დახმარების გარეშე, საქართველოს ინვესტიციების გარეშე მე პლუს ამას 245,000-მდე ადამიანი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში და 550,000 ადამიანი ცხოვრობს ჩვენ დროს. ახლა თქვენცა 300,000 შემცირებულია და ამ 8,000 კვადრატკილომეტრი ტერიტორიაზე ტერიტორიის მოცულობას ეხლა ეს 54,000 ადამიანი ახლა იქიდან ნახევარი გასულია. ხო ვიცით ეს ყველაფერი და ესე იგი იქ არის ეს სიტუაცია აფხაზეთს საერთოდ უახლოეს პერსპექტივაში არავითარი კარგი მომავალი რომ არ ელოდება ესე ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მაგრამ რუსეთი ახლა ამბობს ახლა კირიენკო ამბობს აი ხო ხედავ ეს ფარული ზრახვები აქვს მაგრამ აი ამ დამაეჭვა მე ამ ფარულმა ზრახულმა რა უნდა იყოს ეს ბატონო პეტრე აი თქვენი გადასახედიდან ახლა კირიენკო ვინც არის ჩვენ კარგად ვიცით ახლა ეს კირიენკო არის მარიონეტი რომელსაც ჩაზახებენ იმას ამოძახებს ხოლმე და ახლა აფხაზეთში ის გონია 14 სამინისტრო რო გახსნეს და ახლა თავისთავად პრეზიდენტი გონია ვინმე ბადრა გუმბა თუმცა ამ დროს ბადრი ქვია მაგას და არა ბადრა როგორ ფიქრობთ თქვენ აი თქვენი აზრზე მე მაქვს კონტაქტი ასე მეც მაქვს კონტაქტი ადამიანებთან ვინც აფხაზეთში დადიან იქ кайხანს შეებიან ცხოვრობენ მიყვებიან და ასე შემდეგ და ისედაც რაც იბეჭდება ესეც შემთხვევა ამას ჩვენ ყველას გავსვათ გამოსვლები აფხაზეთში რო იყო ხალხის გამოსვლები პროტესტები გვაქვს ხომ და ასე შემდეგ შეწყდა ეს ყველაფერი და ეს მოახერხა კირიენკომ დააწუნა ადმინისტრაცია რომ ახლა ომი უკრაინაში მთელი სახსები კი გასაგებია მაგრამ თქვა რომ ჩვენ თუ არ გვინდა რომ აქ მოხდეს დიდი დესტაბილიზაცია და ვინც კი ცხოვრობს აფხაზეთში რომ ყველა ჩაება ასეთ პროტესტებში და კონფლიქტებში სულ ცოტა საჭირო რომ ხალხმა იგრძნოს რომ მიგდებულები არ არიან და რუსეთი მასზე ზრუნავს. ეხლა თქვა სიმართლე, რუსეთი ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მაგრამ თვითონ აფხაზები ამბობენ. ისეა თქვა მოწმება, რომ ჩვენ რეალურად დამოუკიდებლობის ის ხარისხი დიდი რაც ქონდა მართლა 2008 წლამდე დავკარგეთ 2000 წლის ომის შემდეგ. როცა აღიარა რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. და აი სააკაშვილმა გაგვიკეთა ეს ამბავი რომ ასე დავკარგეთ ის, იმიტომ რომ დღეს პირდაპირ იმართება კრემლიდან და კრასნოდარის გუბერნატორს გაცილებით მეტი თავისუფლების ხარისხი აქვს ვიდრე ეს პირდაპირ მიბმულია კრემლთან მაგრამ ყურადღება მიაქციეს თუ ფულადი თუ ფრენები რომ დაიწყეს თუ იქ რკინიგზა უფრო აამუშავეს და ასე შემდეგ თქვენ იცით რომ ასე მეტი ხელშეკრულება დადებული აფხაზეთთან მათ შორის აფხაზეთში შერაგებული ძალები ავტომატურად არიან რუსეთის ჯარის წევრები ესეც კი არის რომ თუ აფხაზეთს თავისი არ მიაყავს ეს ავტომატურად არბიჯანის კაცი აი ამ ფონზე
ეს ძვრები გაკეთდა, თქვენს ზრუნავ თქვენ უნდა განვითარდეთ და ამას მიყვება ეს ყველაფერი და შეწყდა პროტესტები აღარ არის. პირდაპირ თქვა. ეს კლანებს შორის დაჯახება და ეს პრეზიდენტი არ გვიდეს პრეზიდენტი, ეს შეწყდა იმიტომ რომ გამოჩნდა რომ მცირე ზრუნვაც კი ძალიან მცირე სახსები რუსეთის რა 1 მილიარდერი მოვლიდა ამას რუსეთში იმდენია 18 მილიარდი დოლარით გაიზარდა რუსი მილიარდერების ქონება წელიწადში. ბლუმბერგის მონაცემებია. აი ამ გაგანი ომის დროს პოტანინების და სხვების 5 მილიარდი და სასა. ომი ხომ საერთოდ ფულის კი, აი ახლა გაიზარდა ხო? და ეს მოგვარდა. შესაბამისად ტერმინალი ეს არის რეალურად რა თქმა უნდა რუსეთის ფედერაციის ტერმინალი. ის როგორც რუსეთის სახსრებით აშენებული თან. მესაზღვრეები ვინ არიან? ენგურის გასწრებ. აფხაზები არიან, რუსები არიან, მესაზღვრეები. დადიან და ადამიანები და ვიცით ეს ყველაფერი ხო? შესაბამისად ასეა და საქართველოს მადლობებს აქვს საშუალება იმისი, რომ ტვირთებმა სიმოძრავრას ჩვენთვისაც ძალიან კარგია მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობასთან პირდაპირ ურთიერთობის გაუმჯობესების ხრივ აი ადამიანთან და თანაც ის რომ არავითარ ოფიციალურ ტერმინალს არ ავაშენებთ არსად და ეს თუ განხორციელდა. ეს მხოლოდ მისასალმებელია. გასულ თავის დროზე რომ თქვა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის დროს 12 წელს. რომ ესე იგი შეიძლება ვიფიქროთ რკინიგზის გახსნაზეც კი. მაგრამ მაშინ იყო წინააღმდეგობა აზერბაიჯანის მხრიდან აფხაზების მხრიდანაც იყო ჯებცანით და მე აი ახლა თქვა თუ ეს ტერმინალი უნდა გაიხსნას იმ პირობით რომ აბა გცანით ჩვენი დამოუკიდებლობა და დაგვახედრეთ თქვენი ტერმინალი მეორე მხარეს ენგურისას ამაზე არ წავა მთავრობა და ჩართულობაზე აღიარების გარეშე ეს სწორი პოლიტიკა და ამის მაგალითები სოფლიოში არაერთი ყოფილა. დიდი მადლობა ბატონო პეტრე. ასეთი შინაარსიანი და ასეთი მართლაც ასეთი კომპეტენტური საუბრისათვის და ალბათ ძირფაცო ტელემაყურებლებო მივხვდით თქვენს რაშიც არის საქმე და სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული და საიდან მოდის ეს ყველაფერი ეს ეგრეთ წოდებული ტერმინალის აშენება და ესე იგი ეს არის ერთ-ერთი ფორმა იმისა რომ თურმე კი არა ეს აღიარების ერთ-ერთი ფორმა არის და ჩვენ თუ ეს ვაღიარეთ და ამიტომ მე მივესალმები ბატონ პრემიერის მიერ ნათქვამ სიტყვებს რომ მართლა ჩვენ არავითარ მონაწილეობას მასში არ გვგულდა და არც მივიღებთ და ჩვენ სხვათა შორის ბატონო პეტრე უნდა გითხრათ ისიც რომ აქ რკინიგზის საკითხი დგას ძალიან სერიოზულად აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის საკითხი ახლა სოხუმი ოჩამჩირის მონაკვეთი უკვე აღდგენილია ოჩამჩირი გალის მონაკვეთი გალი ძუგის მონაკვეთი ეს არის აბსოლუტურად ასე ვთქვათ დაზიანებული იქ არავითარ მოძრაობა არ შეიძლება ნუ ამაზეც მიდეც ახლა საუბარი და ესეც ეს თემაც ძალიან საინტერესოა მაგრამ ახლა დღეს 17 წელია გასული ომის შემდეგ რა უნდოდა იმ მონაკვეთის აღდგენას მიგდებული იყო ახლა უკიდურეს ასე რომ ძირფაცო ტელემაყურებლებო დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით მე მგონია საინტერესო საუბარი გამოგვიდა ბატონ პეტრესთან და დიდი მადლობა ბატონ პეტრე დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის ძირფაცო ტელემაყურებლებო ბატონო პეტრე თქვენ ისეთ რაღაცა გაჩიფრეთ აი ვერსად ვერ მივაგენი ამას აი რაცა თქვენ თქვენი თითქმის გამომიგზავნეთ რა და ის რაც თქვენ მე მითხარით ახლა ამას მე ვერსად ვერ მივაგენი